საქართველოს ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ევროკავშირის გადაწყვეტილებით გადაიდო. საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ქართული მხარის მონდომების მიუხედავად ევროკავშირის მხარემ გადადო ზემოხსენებული შეხვედრა სრულიად მიუღებელი და გაუმართლებელი საბაბით. თუმცა მათი თქმით, პარტნიორებთან ურთიერთობებში დიალოგს არ აქვს ალტერნატივა და ქართული მხარე კონსტრუქციული მიდგომის ერთგულია. დიალოგის გადადება არ გაკვირვებიათ ოპოზიციაში. მათი თქმით, ეს ყველაფერი ქართული ოცნების ბოლოდროინდელი პოლიტიკის შედეგია. როდესაც გსურს შენ მოლაპარაკები და გსურს რომ რაღაც კონსტრუქციული იყო, მანდამაინც სანქცირებულ ადამიანს არ წაიყვან იმ ქვეყნებში, რომლებმაც დაასანქცირეს ეს კონკრეტული ადამიანი, ხო? ამიტომაც ჩვენ სახეზე გვაქვს ივანიშვილის მხრიდან ასევე საბოტაჟის თვითონ არა მხოლოდ ინტეგრაციის გზაზე და არა მხოლოდ აი ავტორიტარიზმის დამყარების გზაზე, არამედ აი კონსტრუქციული მოლაპარაკების გზაზეც ქონდა საბოტაჟის ადგილი, ამიტომაც რა თქმა უნდა უმაღლესი ევროპული დონიდანაც არ უნდა ველოდოთ არანაირ პოზიტიურ სიგნალს, სამწუხაროდ ყველაფერი იქნება უარყოფითი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვისაც, რაც სამწუხაროა, სანამ ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩაიშალა ეს შეხვედრა, ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩაიშალა ისეთი მიზეზის გამო, როგორც არის, ასე ვთქვათ, სანქცირებული ადამიანის გაგზავნა ამ შეხვედრაზე, თუმცა ამაზე ოფიციალური განცხადება ჯერ არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია, ამიტომ ჩვენ გამოვიტანთ ოფიციალურ ინფორმაციას და მოვისმენთ ოფიციალურ პოზიციას ამასთან დაკავშირებით. ქართული ოცნების პირობებში ევროკავშირის კარი დაკეტილია და დაკეტილი იქნება. ჩვენ ნახეთ, რომ სრულიად გაუგებარი მიზეზით მოხდა ამ შეხვედრის გადადება. ნუ რა შეიძლება ამაზე იფიქრო, ეს პირველ რიგში რასაც იფიქრებ, ეს არის ის, რომ უბრალოდ ისინი გაურბიან დისკუსიას, იმიტომ რომ არ აქვს არანაირი მტკიცებულება იმასთან დაკავშირებით, რასაც ხშირად გვსაყვედურობენ. თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ამ შეხვედრისგან ძალიან დიდი მოლოდინი ჰქონდა ჩვენ იმ თვალსაზრისით, რომ ამას მოყვებოდა ურთიერთობების დათმობა, რომელიც სამწუხაროდ დღეს არასასურველ მდგომარეობაშია. ჩვენ დაახლოებით 6 თვის განმავლობაში ვემზადებოდით ამ შეხვედრისთვის. მთელი ყველა ორგანიზაციული ნაწილით და სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენ განცდა, რომ შეთანხმებული, უკვე გადაწყვეტილი, შეთანხმებული, მათ შორის დღის წესრიგზე შეთანხმებული ამ შეხვედრიდან იყო ერთგვარი ცდილობა, რომ გაქცეულიყო, არ მოესმინათ ბრიუსელში ჩვენს არგუმენტებს და რაც მთავარია, ალბათ უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ შექმნილიყო პოზიტიური მაგალითი, პოზიტიური ნაბიჯი, რის შემდგომაც ჩვენ დავიწყებდით ურთიერთობების გადატვირთვასაც. ზოგიერთს, როგორც ჩანს, ბრიუსელში ეს არ ებიტნავა და გადაწყვიტა, რომ ნაცვლად დიალოგის რეჟიმის დაბრუნებისა, მაინც უფრო ესკალაციურ ნაბიჯებზე წასულიყო.